UNICEF-ის მონაცემებით 2025 წელს სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სიმსუქნემ პირველად გადააჭარბა წონის დეფიციტს. დღეს 5-დან 19 წლამდე ყოველი მეათე ბავშვი, ანუ დაახლოებით 188 მილიონი მოზარდი არის ჭარბწონიანი. ეს ცვლილება გლობალურ კრიზისს მიუთითებს, რომელიც ძირითადად ულტრადამუშავებული საკვების ფართო ხელმისაწვდომობამ და აქტიურმა მარკეტინგმა გამოიწვია. ამ თემაზე დღეს გავესაუბრებით მედიცინის დოქტორს, პედიატრ თამარ ოპკაიძეს. გამარჯობა, მოგესალმებით. ძალიან მოიმატა ახალგაზრდებში ჭარბწონიანობამ. თქვენ გამოცდილებაშიც თუ ხედავთ ამ რეალობას და რას უკავშირებთ თქვენ ამ ყველაფერს? დიახ, ეს რეალობა მართლაც ასეა, ჭარბწონიანობა მატულობს და კიდევ უფრო უარესია პროგნოზები, რაც შეიძლება გვემუქრებოდეს წინ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ასევე სიმსუქნის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლებით 2030 წლისთვის დაახლოებით 254 მილიონი ბავშვი იცხოვრობს პლანეტაზე სიმსუქნით. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ეს არ არის მხოლოდ პრობლემა, ასე ვთქვათ, კოსმეტიკური, რომ სუქანი ადამიანი, ჭარბწონიანი ადამიანი მოგწონს ან არ მოგწონს, ხო? ეს არის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, ვინაიდან მასთან არის ასოცირებული შემდგომში ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი, როგორიც არის გულსისძახთა სისტემის დაავადებები და ამიტომ ამას ჭირდება აუცილებლად ბავშვთა ასაკში მოვლა, რათა შემდგომში არ მოხდეს აი ამ დაავადების ჩამოყალიბება. რასთან არის ეს დაკავშირებული? პირველ რიგში რასაკვირველია არასწორკვებასთან, რაც უკვე აღნიშნეთ თქვენ. ეს არის მარტივი ნახშირწყლები, ეს არის ეგრეთ წოდებული პროცესირებული საკვები, რომელიც გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა და ეს არის რამდენიმე ფაქტორია გარდა კვებისა. ეს არის საეკრანო დროის ზრდა, რამაც გამოიწვია ფიზიკური აქტივობის შემცირება ბავშვებსა და მოზარდებში და ეს არის აგრეთვე ზოგადად ცხოვრების სტილი, რომელიც შეიცვალა და ეს არის მათ შორის ძილის დარღვევები. ხანგრძლივი ესეთი ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს აისახოს ჰორმონალურ პრობლემებსა და შესაბამისად ეს ყველა აი მულტიფაქტორული მდგომარეობა, რომელიც შეიძლება საბოლოოდ განაპირობოს სიმსუქნე. და მეკითხა, რომ რა არის მეთქი ამის გამოწვევის მიზეზები და უკვე ახსენეთ და ამას ვიკითხავ კიდე, რომ რა არის პროდუქტები, რომელიც შეიძლება რომ ავიცილოთ თავიდან, რომ არ გამოვიწვიოთ, ასე ვთქვათ, სიმსუქნე როგორც დაავადება. პირველ რიგში ნინი უნდა ითქვას ის, რომ აი ამ პრობლემასთან ბრძოლა უნდა დაიწყოს არა მაშინ, როდესაც ბავშვი თქვათ არის მოზარდი ან 5 წლის ასაკის ზემოთ თქვათ, ეს პრობლემა დგას გაცილებით ადრე იწყება მისი ფესვები და ეს არის ორსულ ქალთან მიდის საბოლოოდ. აი ეს პირველი 1000 დღე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც იწყება ჩასახვის მომენტიდან და გრძელდება 2 წლის ასაკამდე, აი ეს პერიოდია განსაკუთრებულად ყურადღება მისაქცევი და მათ შორის ორსული ქალის მოვლა, მისი კვება, ანტიბიოტიკოთერაპია და ასე შემდეგ, რაც გავლენა შეიძლება ახდენდეს შემდგომში ბავშვის წონის მატებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა დაბადების შემდეგ ბავშვის კვება, ეს არის ზუძუთი კვება თუ ხელოვნური კვება, აი აქედან იწყება აუცილებლად ყურადღების მიქცევა. რა თქმა უნდა, საუკეთესო ეპიგენეტიკური მექანიზმების გამშვები არის ზუძუთი კვება და თუ ვირჩევთ თქვათ ხელოვნურ კვებას, ვირჩევთ ხოლმე დაბალი ცილის შემცველობით ნარევებს, როცა საკითხი დგება დამატებით კვებასთან, აი აქ მართლაც 100 თვალი და ყური გვჭირდება, იმიტომ რომ ამ პერიოდში ყალიბდება პირველ რიგში კვებითი ჩვევები, რაც შემდგომში განაპირობებს სიყვარულს, მიდრეკილებას, თქვათ, იგივე მარტივი ნახშირწყლებისათვის საკენ, რაც არის ასოცირებული შემდგომში სიმსუქნესთან. ამიტომ ძალიან რთული და კომპლექსური პრობლემაა ეს, რომელსაც ფესვები ძალიან ღრმად აქვს და აი აქედან უნდა დავიწყოთ ბრძოლა. რაც ახსენეთ, იყო ორსულობის დროს კვება, რომელიც მოქმედებს ბავშვის შემდგომ კვებით ხასიათზე და მის ზოგად ჯანმრთელობაზე. რა ტიპის კვებით რაციონს თუ დიეტას, ასე ვთქვათ, ურჩევთ თქვენ პრაქტიკაში დედებს ორსულობის დროს, რომ მაქსიმალურად შეამცირონ რისკი ბავშვთა სიმსუქნის და მათი სხვა ტიპის ჯანმრთელობის გართულებების? პირველ რიგში ორსული ქალის კვება უნდა იყოს სრულყოფილი, ანუ მარტივი ნახშირწყლების შეზღუდვა, ასევე მნიშვნელოვანი არის ანტიბიოტიკოთერაპია, წეგან შემთხვევით არ ვახსენე, იმიტომ რომ აი ანტიბიოტიკოთერაპია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს დედის მიკრობიოტაზე, შემდგომში მოქმედებს თავად ბავშვის მიკრობიოტაზე და მიკრობიოტას კავშირი სიმსუქნესთან ასევე არის დადასტურებული. ამიტომ ორსული დედის სწორი კვება, მისი სწორი მოვლა, დაავადებების სწორი მკურნალობა აქედან იწყება ყველაფერი და შემდგომ უკვე დაბადების შემდგომ აუცილებელი არის ბავშვზე ზრუნვა რასაკვირველია, სწორი კვება და სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება. თქვენ ახსენეთ
შედარებით პატარა ბავშვობის პერიოდი ახსენეთ, მოზარდობაზეც უნდა გკითხოთ. ხშირად როგორც ვიცი, მშობლები იმისთვის რომ წონაშიკლებაში მიეხმარონ მოზარდობაში ბავშვს, ან საკვებ დანამატებს მოიხმარენ, ასე ვთქვათ, დაიხმარენ უფრო სწორად, ან შეიძლება იყოს რაღაცა მედიკამენტიც. აი, ეს პრაქტიკა რამდენად გამართლებულია და რამდენად ხელშემწყობია მოზარდისთვის. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ის პრეპარატები, რომელიც მოქმედებენ წონის კლებასთან დაკავშირებით, არ გამოიყენება ასე აქტიურად ბავშვთა ასაკში, ზოგადად არ უნდა გამოვიყენოთ მათ შორის ისეთი პრეპარატები, რომელსაც არ აქვს მტკიცებულებები ბავშვთა ასაკში. ყოველგვარ აზრს მოკლებულია ეგრეთ წოდებული დეტოქს თერაპიები ბავშვთა ასაკში მოზარდებში, რომელსაც მიმართავენ ხოლმე, სხვადასხვა ვიტამინის გავლენა წონასთან დაკავშირებით ასევე არ დასტურდება და ეს პრობლემები, თქვათ, ვისაც აქვს იგივე ვიტამინური დეფიციტი ან საფრთხე ვიტამინური დეფიციტის, აი იმ ბავშვებისთვის არსებობს ეს საკვები დანამატები. ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, რომ მშობლები იყენებენ მას მადის არამარტო, თქვათ, დასადრქუნად ზოგიერთ მედიკამენტს, არამედ პირიქით მოსამატებლად, როცა მდგომარეობა გვაქვს, ანუ უმადობასთან გვაქვს კავშირი. მაგრამ ეს კომპლექსები გამოიყენება მაშინ, როდესაც არის ან დადასტურებული დეფიციტი, ან კი არის საფრთხე ამისი. ვისთან არის ეს საფრთხე? ეს არის სხვადასხვა ტიპის ელიმინაციური დიეტები, მაგალითად ალერგიული დაავადებების დროს, ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს, როცა ამა თუ იმ საკვების მიღება არ შეიძლება ბავშვისა და მოზარდისათვის და მათ სჭირდებათ ჩანაცვლება. აი ამ დროს გამოიყენება ეს პრეპარატები. ხაბატონ თან, თქვენ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ პირველი რამდენიმე თვე შეიძლება წელიწადამდე 2 წლამდე იყოს ყველაზე გადამწყვეტი, რომ სწორი ქცევა ჩამოყალიბდეს ბავშვს შემდგომ, რომ კვებითი რეჟიმი ასე თავად შეინარჩუნოს და დიდი მოთხოვნილება არ გაუჩნდეს არასწორი საკვების კეფ. როგორ უნდა აღზადოთ ამ პერიოდში ბავშვი და როგორ უნდა მივაწოდოთ სწორად ჯანსაღი საკვები? მნიშვნელოვანია კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს ბევრი გემოს გასინჯვას. თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი არ იყოს წუნია და განვითარებას შეუწყოთ ხელი, ბევრი გემო უნდა გაასინჯოთ თავიდანვე. გავითვალისწინოთ ბავშვის თავისებურებანი, ის რომ ზოგიერთ ბავშვს არ შეუძლია მოიწონოს და შეიყვაროს ესა თუ ის საკვები პირველივე გასინჯვისთანავე და ზოგიერთ მათგან სჭირდება 20 გასინჯვა, ვთქვათ, იმისათვის რომ ახალი გემო გაიგოს, გაითავისოს და მოიწონოს. ამიტომ გარკვეული მოთმინება გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ტექსტურები. ძალიან ხშირად ჰომოგენურ ტექსტურებს აძლევენ ხანგრძლივად და შემდგომ ბავშვს არ შეუძლია ღეჭვა, ვთქვათ, ეზარება ღეჭვა და აი ესეც პრობლემაა. და ძალიან მნიშვნელოვანი არის კვებითი ჩვევები. ყოველთვის დასვით ბავშვი საერთო მაგიდასთან, ჩვენ ცხოვრების სტილი თანამედროვე სამყაროში შეგვეცვალა და ეს ერთობლივი საოჯახო სადილვახშმების პრაქტიკა დაიკარგა, თუმცა თუნდაც დღეში ერთხელ დასვით ბავშვი საერთო სუფრასთან, რომ გიყუროთ როგორ იკვებებით. მაგრამ აქ ერთი მაგრამ არის. თუ თქვენ იკვებებით თავად პროცესირებული საკვებით და არაჯანსაღი საკვებით, ბავშვი იღებს ამ მაგალითს. აქედან გამომდინარე, ოჯახის ეს მაგალითი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ოჯახის სუფრაზე უნდა იყოს ის ჯანსაღი საკვები, რომ ბავშვი ხედავდეს. მით უმეტეს აი წლის ასაკის შემდეგ, როდესაც ჩვენ ვთავაზობთ მას სუფრიდან საკვებს, საოჯახო სუფრიდან საკვებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი მხოლოდ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ სწორი კვებითი ჩვევები. მნიშვნელოვანია, რომ შაქარი არ არის დღეს რეკომენდებული 2 წლის ასაკამდე და ასევე მარილსაც ყურადღება ექცევა, რომ წლის ასაკამდე მარილს ჩვენ ბავშვებს არ ვაძლევთ. სხვა მხრივ შეგიძლიათ სხვადასხვა დანამატებით, თქვათ, ეს არის მწვანილი თუ სხვადასხვა საშუალებით გაამრავალფეროვნოთ ეს საკვები და აი ეს გემოვნების რეცეპტორები გავავითაროთ კარგად. მოკლედ მაგალითს იღებს მშობლის გაყოლთვის ბავშვებს კვებით ჩვევებში. დიახ, და სხვათა შორის ფიზიკურ აქტივობაშიც, რაც ასევე მეორე სერიოზული ფაქტორია, როდესაც საუბარი დგება ხოლმე ჭარბწონასთან დაკავშირებით. აქაც თუ თქვენ თავად ხართ მიჯაჭვული ეკრანს და არ გაქვთ ეს ფიზიკური აქტივობა, ბუნებრივია ეს სურვილი არც თქვენს პატარას არ აქვს. ამიტომ ზოგადად დადგენილია, რომ იმ ოჯახებში, სადაც არის სწორი კვების პრაქტიკა, სადაც არის ფიზიკური აქტივობის სწორი პრაქტიკა, იქ ბავშვებიც უფრო მეტად არიან ჩართული ამაში. ამიტომ ესეც არის გასათვალისწინებელი. აუცილებლად უნდა გკითხოთ ეკონომიკურ ფაქტორზეც. ხშირად გადამუშავებული, პროცესირებული ფასტ ფუდი არის ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი, ვიდრე ჯანსაღი საკვები. აი რამდენად არის კავშირში რეალურად ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, იმაზე თუ როგორ რას ვითი იკვებებიან ბავშვები. თანამედროვე კვლევები ამას ადასტურებს კი და მთელ მსოფლიოში კვლევის შედეგები ასეთია. ეკონომიკური სიდუხჭირის დროს ჭარბწონიანობა უფრო მოდის წინა პლანზე, ვიდრე ვთქვათ სიგამხდრი. რატომ? იმიტომ რომ უფრო მარტივი
ნაკლები მისაწვდომი გახდა fast food, ეგ ეწოდებული სტრაფიკების ობიექტების საკვები, პროცესირებული საკვები, უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ვთქვათ ჯანსაღი საკვები. აი ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი, რომ მთელ მსოფლიოში ეს სტატისტიკა არსებობს. უფრო ეკონომიკური სიდუხჭირის დროს მეტად მოდის აი ეს ჭარბწონიანობა, იგივე მარტივი ნახშირწყლების გამო, თუნდაც პური, რომელიც შეიძლება ერთადერთი საკვები იყოს ძალიან შეჭირვებული ხელმოკლე ადამიანისთვის, ეს მარტივი ნახშირწყლების წყარო არის. აი აქ ყურადღება რასაკვირველია გჭირდება. ახსენეთ, რომ 2 წლამდე რეკომენდირებული არის ზოგადად გამიცემა შაქრის ბავშვებისთვის. ალბათ შენ გახსოვს ბავშვობაში, რომ თუ კარგად მოიქცეოდი, გაჯილდოვებდნენ შოკოლადით იქნებოდა ეს ან სხვა ტკბილეულით, ან როდის უნდა დავიწყოთ ბავშვისთვის მიცემა იქნება ეს შოკოლადის თუ სხვა ტიპის რაიმე ტკბილეულის და სწორია თუ არა ეს ქცევა, რომ კარგ საქციელს ამ გზით ვაჯილდოვებთ. ძალიან კარგი კითხვაა ეს, ლევან, არა, რასაკვირველია, არა, ჯილდო ტკბილეული არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში. და არ უნდა ელოდოს ბავშვი, რომ თუ შეჭამს, თქვათ, ხორციან კერძს, ამას მოყვება აუცილებლად დესერტი. 2 წლამდე ასაკში ეს პრაქტიკა საერთოდ არ გვაქვს, არანაირი დამატებითი შაქარი, არტიფიციალური შაქარი არ ერევა ხოლმე საკვებს. ის ისედაც აქვს მას თავისი შაქრები, რთული შაქრები, რომელიც აუცილებელია ბავშვის მიკრობიოტას განვითარებისთვის, ნაწლავთა მოქმედებისათვის და ზოგადად შეიცავს იმუნიტეტებას, რაც საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის და ეს არის რთული ნახშირწყლები. ანუ ეს ნახშირწყლები სრულიად საკმარისია მისი განვითარებისთვის, ესე რომ მარტივი შაქრებით ბავშვის წახალისება სწორი არამც და არამც არ არის. ბოლოს უნდა გკითხოთ ერთი, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია გთხოვოთ, რას ურჩევდით მშობლებს, ბავშვებს, რომ რა არის ის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინონ. გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ჩვენი გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და ის რომ როცა ჭარბწონიანობას ეხება საქმე, დიახ, 2 ჭარბწონიან ადამიანს აქვს ძალიან დიდი რისკი, რომ ასევე ჭარბწონიანი შვილი ყავდეს, მაგრამ არ დაგვაუწყეს, რომ ჩვენი დნმ არ არის ჩვენი ბედის წერა და თუ იმ ეპიგენეტიკურ ფაქტორებს, რომელიც გვარტყია, გარს, ეს არის არასწორი საკვები, ეს არის შეზღუდული ფიზიკური აქტივობა, ძილის დარღვევა, თუ მოვაშორებთ ჩვენ შვილებს, ეს პრობლემები ნაკლები იქნება არა მარტო სიმსუქნეს სხვათა შორის და თქვენ შეგეძლებათ რომ დააპროგრამოთ თქვენი შვილების ჯანმრთელობა თუ განსაკუთრებით 2 წლის ასაკამდე იზამთ ამას. ალბათ ის უნდა აღნიშნოთ, რომ ბავშვები არ ჭამენ მხოლოდ სახლში, არამედ ასევე იღებენ საკვებს სკოლაში და რამდენად თქვენ დღესდღეობით სკოლაში არის ის სწორი საკვები რეჟიმი დაცული, რომელიც უნდა მიიღოს ცილწლოვანმა. მე მგონი საერთოდ არ არის სკოლაში. სერიოზული პრობლემა, სკვება უნდა იყოს სკოლაში აუცილებლად, სამწუხაროდ ეს არ გვაქვს და ის ბუფეტები, სასადილოები, რაც არის სკოლებში, მეტწილად ბავშვებს სთავაზობენ არაჯანსაღ სნექებს, არაჯანსაღ საკვებს, სომეულს, ტკბილეულს, რაც სწორი არ არის, მაგრამ აქ მოდი ერთი რამე ვთქვათ. რა შეაქვს სკოლის ადმინისტრაციას თავის სასადილოში? ის რაზეც არის მოთხოვნა, ხო? ისევ და ისევ იმ კვები ჩვევებთან მივდივართ, ისევ ჩვენი მშობლების როლთან მივდივართ. თუ თქვენ ბავშვს თავიდანვე ასწავლეთ სწორ კვებას, ის ნაკლებად მოითხოვს შემდგომ იმ შოკოლადის ფილას თუ სხვა ესეთ მარტივ ნახშირწყლით სავსე საკვებს და მოითხოვს, თქვათ, იოგურტს. აქაც გარკვეული სიფრთხილეა საჭირო. ძალიან ხშირად იოგურტები ფარავენ საშიშროებას, მაგალითად შაქარს შეიძლება შეიცავდეს და არ დაგვაუწყეს გაზიანი ტკბილი სასმელები, რომელსაც უნდა ვუთხრათ, რა თქმა უნდა, არა, მისი რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, იმიტომ რომ ერთ-ერთი განმაპირობებელი სიმსუქნის სწორედ აი დიდი რაოდენობით გაზიანი ტკბილის სასმელების მოხმარებაა. უღრმესი მადლობა, მინდა რომ ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო რჩევებისთვის. დიდი მადლობა.